საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავლის სტუმარი საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილია. ბატონი რეზო ექიმების ოჯახში დაიბადა და მისთვის პაციენტზე ზრუნვა მთელი ცხოვრების მისიად იქცა. ბატონი რეზო ძალიან ბევრი ქალბატონისთვის დიდი იმედია. პირველ რიგში მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა, მადლობას გადაგიხდით თქვენი ძალიან დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, რომ დაგვითმეთ დრო და შევხვდით დღეს ერთმანეთს და თავგადასავლის მაყურებელი იმედი მაქვს, რომ მოისმენს თქვენგან საინტერესო თავგადასავლებს და ეს თქვენი თავგადასავლები ფიქრობ, რომ სამაგალითო შეიძლება გახდეს ახალგაზრდა ექიმებისთვის. მოდით დავიწყოთ ბავშვობიდან, როგორც აღნიშნე ექიმების ოჯახში დაიბადეთ და ალბათ რაღაცა თქვენთვის ეს პროფესია ღრმა ბავშვობიდან ძალიან ახლობელი იყო. როგორი ბავშვი იყავით და რა გახსენდებათ ყველაზე ემოციურად ბავშვობის წლებიდან? მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის. 64-ს ვახლოვდები და ბავშვების მოგონებები არასდროს არ იშლება ალბათ, მაგრამ არის რაღაც მოგონებები, რომელიც განსაკუთრებით გახსოვს. ბრძანეთ, რომ ექიმების ოჯახში გავიზარდე, მამა იყო ქირურგი, ცნობილი ქირურგი თბილისში, საქართველოში და ბავშვობიდან სწორედ ეს მახსენდება ხოლმე ზარი კარებზე, გვიან ღამე, როდესაც გძინავს, ვიღაც მოდის პაციენტის პატრონი, როგორც ეძახდნენ და მიყავს მამა სადღაც თბილისში, რაიონში, ეს იყო ჩემი ბავშვობა. სულ აი ასე მამა დღისით მუშაობდა, ღამით შეიძლება სადღაც წაიყვანათ და ამიტომ ასეთი რაღაც სხვა რიტმში ვიზრდებოდი ჩვენ და ეს პაციენტზე ზრუნვა და პაციენტის მიმართ დამოკიდებულება აი ასეთ ელემენტარული ამბებიდან იწყებოდა და მამას ძალიან ხშირად აქვს ნათქვამი ესეთი რაღაცები, რაც დღემდე ჩემ ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან მეხმარება. მაგალითად, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არ უნდა შეგრცხვეს ვიღაცას სთხოვო დახმარება. იმიტომ რომ ყველას აქვს რაღაც თავისი ზღვარი, პროფესიონალს, რაღაც მომენტებში შეიძლება დახმარება იყოს მნიშვნელოვანი, ზოგს ეს უღერხულება, რცხვენია, თulis რომ ეს რაღაც ცუდი ნიშანია, მაგრამ არა, რომ ყოველთვის უნდა სთხოვო. თუ ხედავ რომ ვერ ახერხებ მარტო უნდა დახმარებას თხოვო და ყოველთვის ამას მეუბნებოდა რომ უნდა იყო პატიოსანი პაციენტთან. არ უნდა დაუმალო, უნდა აუხსნა და უნდა იყო პაციენტის გვერდზე და ცხადია ესეთი, აი სწორედ ბავშვობის პერიოდიდან მოდის ეს სიტყვები, რომელიც ჩარჩენილი მაქვს და მამას ქმედება. საერთოდ ოჯახში ისე ვიზრდებოდით, რომ ჩვენთვის აღზრდის მეთოდი იყო მაგალითი. დედაც ექიმი იყო, მეანი გინეკოლოგი, ძალიან ჩუმი ქალი, ბარამიძე, გურული სისხლი კი იყო, მაგრამ ძალიან შვიდი ქალი იყო და რაღაც არასდროს რაღაც დასჯა და ხმამაღალი არ ყოფილა არასდროს ჩვენთვის. აღზრდის მეთოდი იყო მაგალითი, დედას ქცევა, მამას ქცევა, ერთმანეთთან ურთიერთობა, ახლობლებთან, მეგობრებთან და ასე ვიზრდებოდით მე, ჩემი ძმა, უფროსი ძმა და და. ვიდრე საუბარს გავაგრძელებთ, უნდა შემოგთავაზოთ ფანტა ბროწეულით. არაჩვეულებრივი გემო აქვს და ჩვენ საუბარს ძალიან მოუხდება, განწყობასაც ძალიან აამაღლებს. ბატონ რეზო, ვიცი რომ სწავლობდით პირველ საშუალო სკოლაში, ახლა უკვე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში და ვიცი რომ ოქროს მედალზე დაამთავრეთ სკოლა. ანუ ცელქი, თქვათ ისეთი ონავარი ბავშვი არ ყოფილხართ? ვერ ვიტყვი რომ ცელქი არ ყოფილ ვარ, პირიქით, ცელქიც ვიყავი და ონავარაც და ყველა ბავშვს აქვს რაღაც ეტაპები თავისი განვითარების და შეიძლება იგივე პიროვნებაში სხვადასხვა პიროვნებები არის ერთდროულად, ეს მე მგონი ნორმალურია და ბუნებრივია. ასე რომ ეს თქვა ცელქობა და ონავრობა ხელს არ მიშლიდა იმაში რომ კარგად გესწავლათ. რა თქმა უნდა, კარგად მესწავლა. ამის მაგალითი მქონდა სწორედ ჩემი უფროსი ძმისგან, ჩემი უფროსი დისგან, რომლებიც აი კარგად სწავლობდნენ, მედალოსნები და ყოველთვის ეს იყო ჩემთვის მაგალითი, აი უფროსი და ძმა და თავისთავად ამას უნდა გავყოლოდი, მაგრამ რაღაც თქვა სხვა ბუნებაც მოქმედებდა. აი ონავრობაზე გამახსენდა მე-9 კლასი იყო ალბათ, მე-9 ან მე-8 კლასი, რასაც მაგ დროს ეძახდნენ შატალოს.
ვთქვათ, ეხლა შატალოზე წასვლა არ ყოფილა ჩემთვის, რომ ვთქვათ, დამჩენილიყავი მაინც და მაინც კლასში, იმიტომ რომ ვთქვათ, ვიყავი ხუთოსანი, მედალზე უნდა გავსულიყავი და ასე შემდეგ. ჩემთვის თავარი იყო სოლიდარობა მეგობრებთან, კლასელებთან და ასეთ აღმასოს რის გაკვეთილი იყო, ესე გადავწყვიტეთ გამოსვლა გაკვეთილიდან, გამოვედით გადასასვლელი, რომელიც არის რუსთაველზე ქაშვეთთან გადასასვლელი. მიწისქვეშა გადასასვლელი, იმაში ჩავდივართ, ეს სხვა მეტალოსტებიც იყვნენ და სადღაც აი შუაში ვართ მისული, უკან ვეღარ დაბრუნდები და მეორე მხრიდან, ქაშვეთის მხრიდან ჩამოდის ჩვენი დირექტორი. ვინ იყო მაშინ ლიანა შეტერული. ლიანა, ჩემ დროსაც ქალბატონი ლიანა იყო. დიდი პიროვნება იყო, ქალბატონი ლიანა მოდის, მარტო ცარიელი იყო ეს მიწისქვეშა გადასასვლელი და ესე პირისპირ ქალბატონი ლიანა და აქედან ეს მოწაფეები, ხუთოსნები და ასე შემდეგ. ნუ ცხადია, აგვიცაცხანა, ცხადია აგვიყვანა უკან სკოლაში. და სხვა შორის ძალიან ისეთი არ უჩხუბია, მაგრამ ყველა დაიბარა თვითონ ცალკე თავის კაბინეტში და მე ძალიან კარგად მახსოვს, არაფერი რაღაც ისეთი არ წაუკითხია ნოტაციები და შემდეგ მორალი, ერთ-ერთი რამე მითხრა, არ დაგავიწყდეს ვისი გორის ხარო. და ეს გამომიშვა. და ის მახსოვს ესეც ესე დამამახსოვრდა. ასე რომ ყველაფერი იყო ბავშვობაში. ეს ერთად სკოლის დროინდელი ფოტოებია და ინსტიტუტის. ეს არის ბავშვების ფოტოები. ესეთი კლასიკური საბჭოთა ფოტო ბავშვის. ეს ზუსტად როგორც იყო მაშინ მიღებული რატომღაც მედალოსნები გამორჩეულად ერთად ლევან გორდეზიანი, მარინა მიზანდარი და ჩემი კლასი. ნუ პირველი სკოლა იყო ყოველთვის რაღაც გამორჩეული და ნუ ყოველთვის სწავლების დონე, ხარისხი იყო მაღალი, ქალბატონ ლიანას შეწირულის დროს განსაკუთრებით, ნუ ვიყავი ხუთოსანი და ნუ მედალზე უნდა გავსულიყავი და ისე მოხდა, რომ ჩემი კლასი მე მგონი გამორჩეული იყო, ვიყავით 3 მედლის კანდიდატი, 3 მედალი ავიღეთ, ოქროს მედალი. ლევან გორდეზიანი, მარინა მიზანდარი და რევაზ ბოჭორიშვილი, ეს 3 მედალოსანი, ნუ იმ დროს ეს დიდ მოვლენად ითვლებოდა, ფილარმონიაში იყო შეხვედრა, იქ ყველა თბილისის სკოლების მედალოსნები შეკვრიბეს, მერე გაზეთ თბილისში იყო ფოტო, სადაც ამ მედალოსნებს მიგვაქვს, მე ლევანს და მარინას, ამ მედალოსანს მიგვაქვს რაღაც თაიგული და ვამკობთ ლენინის ძეგლს, ლენინის მოედანზე. აი ასეთი დიდი მოვლენა იყო, მართლა ძალიან დიდი მოვლენა იყო. ნუ ჯერ ერთი უფრო მარტივდებოდა უმაღლესში ჩაბარება, ერთი გამოცდით ხდებოდა ჩაბარება და ასეც მოხდა ერთი გამოცდით, ფიზიკის გამოცდით ჩააბარე სამედიცინო ინსტიტუტში. და ნუ მე ისე მოხდა, რომ ჩემი კლასიც იყო რაღაც განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით, რომ ეს ურთიერთობა, მეგობრობა უმრავლესობამ შევინარჩუნეთ. და ასე მოხდა ბოლო დროს ხვდებით განსაკუთრებით ქუჩაში. აქციებზე. ბატონოზე პროფესიის არჩევისას მედიცინის გარდა სხვა პროფესია არ განიხილებოდა. ანუ თავიდანვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ წახვიდოდით სამედიცინო მაშინდელ ინსტიტუტში. ნუ პატიოსნად რო გითხრათ, არ განიხილებოდა, მაინც ოჯახში ეს ასე ვთქვათ დომინირებდა სამედიცინო თემატიკა, მამა ქირურგი, დედა გინეკოლოგი, ძმა უკვე ექიმი იყო, უროლოგი და ბებიაც სხვა შორის იყო თერაპევტი. და ასე რომ ეს რაღაცის გავლენა უკვე ისე მოქმედებდა, რომ თავიდანვე ამაზე ფიქრობდი. კი, არის ზოგჯერ ამბობენ, რომ ის მინდოდა, ეს მინდოდა, არა, ნუ თავისთავად მოხდა, რომ რაღაც სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა და ამისთვის ვემზადებოდი. კარგით, მაშინ მინდა რომ პირველი ნაბიჯები გაიხსენოთ აი მედიცინაში, ვიცი რომ ჟორდანიას ინსტიტუტი იყო, სადაც დაიწყეთ მუშაობა. როგორი იყო ახალბედა ექიმის აი მაშინდელი ეს ემოციები, ეს პერიოდი რო გაიხსენოთ? სხვათა შორის ჟორდანიას ინსტიტუტამდე მე გარკვეული პერიოდი მუშაობდი ქირურგიის ინსტიტუტში.
ვინაიდან ჩემი სპეციალიზაცია იყო ქირურგია, ზოგადი ქირურგია, მე გინეკოლოგიაზე საერთოდ არ ფიქრობდი, უფრო აი სწორედ მამის ყარეს ზოგად ქირურგიაში ვაპირებდი, თუმცა ისე მოხდა, რომ მამასთან არ მიმუშავია, გარკვეული მიზეზების გამო და დავიწყე მუშაობა 85 წელს ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც იყო ძალიან კარგი გარემო ახალგაზრდებისთვის. დირექტორი იყო იოსელიანი, განყოფილების გამგე იყო რეზო ბოკერია, თუ იცით ვანო ბოკერია, იმის მამა, ძალიან ესეთი გახსნილი პიროვნება იყო ეს რეზო ბოკერია და ძალიან სულ რაღაცებს სტიმულს გვაძლევდა, რომ აი რაღაც წაიკითხეთ, მოხსენება გააკეთეთ. აი დღემდე საფრანგეთშიც რაღაცეები, რომ ახსენდება, ვიხსენებ, აი ეს მაშინ იქ ქირურგიის ინსტიტუტში წავიკითხე და მაშინ ვისწავლე, როცა საერთოდ არ არსებობდა ლიტერატურა, ერთადერთი ბიბლიოთეკა იყო, რომელიც არ არსებობს, იქ თარხნიშვილზე, კუთხეში და იქაც უნდა გამოგეწერა და იქაც ძირითადად რუსულენოვანი ლიტერატურა იყო, ან ნათარგმნი ლიტერატურა, ან მოსკოვში უნდა წასულიყავი მე დისერტაციის დროს, ასეც მომიწია. მოკლედ ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდი, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ექსპერიმენტულ ლაბორატორიაშიც მუშაობდი, დისერტაცია დავიცავი ერთ-ერთმა პირველმა ჩემი გამოშვებიდან საკანდიდატო და მე თუ გახსოვთ, მოხდა იქ ტრაგედია დაიწვა შენობა. სწორედ ექსპერიმენტული შენობა დაიწვა და ის ხალხი, ვინც აი ჩემ ექსპერიმენტულ კვლევაში ანალიზებს აკეთებდნენ, მეხმარებოდნენ, ის საუბედუროდ ის მთელი განყოფილება თითქმის დაიღუპნენ ამ ხანძრის შედეგად და ნუ რაღაც ისეთი ტრავმა იყო ფსიქიურადაც ძალიან ამანი მოქმედა ჩემზე და ნუ რაღაც სიტუაციაც აირია და ამ დროს რაღაც დავინტერესდი ლაპაროსკოპიით. იქ იყო სწორედ პირველი ცდა ლაპაროსკოპიის აკეთებდნენ რაღაც ლაპაროსკოპია არის ჩახედვა ორგანიზმში ან სხვა ორგანოებში კამერას გამოყენებით, თუმცა მაშინ კამერებიც კი არ იყო წესიერი, პირდაპირ იყურებოდნენ ოპტიკით, ანუ მილით, რომელიც შიგნით ანათებდა და ადიდებდა ლინზები და ამას ხედავდი და ამით დავინტერესდი. და აღმოჩნდა, რომ თურმე გინეკოლოგიაში ეს განვითარებულია უფრო მეტად, ვიდრე ზოგად ქირურგიაში და ვინ იყო ამ დროს თბილისში, ეს იყო ჟორდანიას ინსტიტუტი, რომელიც იყო ყველაზე, ასე ვთქვათ, თანამედროვე მეთოდები ინერგებოდა და ამ დროს თურმე ზუსტად იქ ჩამოდიოდა იყო ასეთი პიონერი, კურტზემი, გერმანელი, რომელმაც დანერგა ჟორდანიას ინსტიტუტში, ერთ-ერთი პირველი იყო ეს ინსტიტუტი ყოფილ საბჭოთა კავშირში, სადაც დაიწყეს ამ ლაპაროსკოპიის დანერგვა და ამ ლაპაროსკოპიის ინტერესის გამო და გადავედი ჟორდანიას ინსტიტუტში და მომიწია სწორედ აი თანდათანობით ჟორდანიას ინსტიტუტში გინეკოლოგიის შესწავლა და ამ ხარეს უფრო გადასვლა. აქ დავინტერესდი აი ლაპაროსკოპიით, პირველი ერთ-ერთი კონგრესი ჩატარდა საერთაშორისო გინეკოლოგიურ კიდე საკითხებზე იმ პერიოდში და ნუ მე რომ მივხვდი რომ აი უფრო მეტი იყო საჭირო და განვითარებისთვის უფრო სხვა ადგილის დებნა იყო საჭირო, ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც აღმოჩნდა რომ ეს საფრანგეთში არის კერა, სადაც საერთოდ საიდანაც მსოფლიოში შემდეგ წავიდა, განვითარდა ეს ლაპაროსკოპია და ეს კერა იყო კლერმონ-ფერანში. სხვა შორის ჟორდანიას ინსტიტუტს ჰქონდა გამოწერილი უცხოური ჟურნალები, მათ შორის იყო ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალი და იმ ფრანგულს სწავლობდი, ესეთ მშობლების დამსახურებაა, რომ მაშინ შეიძლება ითქვას მაძალებდნენ. დღეს ხვდები, რომ რამხელა ეს იყო როგორი დიდი გადაწყვეტილება იყო ჩემთვის და რამხელა არ ვიცი რამე ჩაიდო ჩემი განვითარებისთვის, რომ მშობლებმა ფრანგული მასწავლეს. ფრანგულად ვკითხულობდი, ვნახე ჟორდანიას ინსტიტუტში ეს ფრანგული ჟურნალი, იქ ამოვიკითხე გვარები პირველად, ბრუა, პული, მაჟ, კიდე ერთი იყო გლოვაკზოვერი, ეს შემდეგ გახდნენ ჩემი მეგობრები, კოლეგები, მასწავლებლები, ეს ყველა, აი მაშინ პირველად გავიგონე ეს გვარი. და დავინტერესდი, ნუ საბჭოთა კავშირია ჯერ კიდე 90 წელი, არანაირი კავშირი ამასთან არ შეიძლება, ვერც კი იფიქრებ ამაზე, აი რაღაც ერთი სტატია და ამითი რომ 1000 შილ წაიკითხავ, რომ გაერკვე რა არის, როგორ არის და მე ასე დაემთხვა, მოსკოვში ტარდებოდა ევროპის მეანგინეკოლოგთა კონფერენცია 91 წელს. და სწორედ იმის გამო, რომ ძალიან აქტიური იყო ჟორდანიას ინსტიტუტი,
ინსტიტუტის დირექტორმა არჩილ ხომასურიძემ გაგვიშვა ახალგაზრდები ამ კონფერენციაზე მოსკოვში და მოსკოვში ერთ-ერთი მოხსენების ერთ-ერთი სექციის დროს ვხედავ ვიღაც კაცი ფრანგულად ლაპარაკობს, გვარ შევხედე ბრიუა. ეს პიონერი, რომელსაც შექმნა ეს მიმართულება და ნუ არ ვიცი რა მიბიძგა, ძალიან მეშინოდა, საბჭოთა კავშირია, უცხოელებთან კონტაქტი არ შეიძლება, ასე ხარ გაზრდილი და რაღაცა მიბიძგა და მივედი და უბრალოდ ვუთხარი, რომ ძალიან მომეწონა ეს მოხსენება. მოხსენება იყო ძალიან კარგად მახსოვს პირველ 100 გისტერექტომიაზე, ანუ 91 წელს იქ უკვე გაკეთებული იყო პირველი 100 ლაპარასკოპიული გისტერექტომია, ანუ საშვილოსნოს ამოღება და ეს მოახსენა. და პროფესორ ბრიუას არ გვაკვირვებია რომ ვიღაც უცხოელი მოვიდა და აელაპარაკა და ძალიან უცნაური რაღაცები მოხდა. პირდაპირ მითხრა, გინდა თუ საფრანგეთში ჩამოსვლო. ამაზე მე ვერც ვოცნებობდი კი არა, საერთოდ ვერ წარმომედგინა ამაზე ლაპარაკი, უბრალოდ მივედი კონტაქტი რომ მეთქვა, გამომეხატა ფრანგულად ლაპარაკობდი, რომ გამომეხატა ეს აღფრთოვანება მოხსენებით, რომ ეს მაინტერესებდა, ვერც მოვასწარი სხვა რაღაცის თქმა, პირდაპირ მითხრა, რომ აი გინდა თუ საფრანგეთში ჩამოსვლაო. და მე რაღაც აი ენა ჩამივარდა ერთ ფილმში რო არის რომ მუნჯიბით რომ პასუხობ რუსულ ფილმში გახსოვთ ალბათ ასე რაღაც და ისე მოხდა რომ ესეც ბატონ არჩილ ხომასურიძის დამსახურება თანამედროვე უნდა ყოფილიყავი და გქონდა სავიზიტო ბარათები. სავიზიტო ბარათი მივეცი სადაც იყო ჟორდანიის ინსტიტუტის მისამართი და დავშოვდით ასე, საერთოდ დავშოვდით. ანუ ვერ უთხარით იმ წუთში, გინდა, არ გინდა უბრალოდ მივეცე საკონტაქტო და მე მოვიდა წერილი. რამოდენიმე თვეში მოვიდა ჟორდანიის ინსტიტუტში წერილი, გამოგზავნილი პროფესორ ბრიუას მიერ, სადაც ეწერა, რომ შეუძლია მიმიწვიოს იქ სტაჟირებისთვის საფრანგეთში და რომ ამის ორგანიზაციას ყველაფერს თვითონ გააკეთებს, მათ შორის ხარჯებს აიღებს და ნუ დღემდე ჩემთვის რატო გააკეთა ეს, მაგრამ მე რო გავიცანე ეს პიროვნება, რომელიც ჩემთვის თითქმის აი მშობელი გახდა, ძალიან დავახლოვდით, ძალიან ბევრს ასე დაეხმარა სოფლიოს სხვა ქვეყნიდან. და ეს ურთიერთობა მე როგორ გრძელდებოდა, ასევე ჟორდანიის ინსტიტუტში იყო ერთადერთი ადგილი, მე მგონი იდგა ტელექსი, თუ გახსოვთ ასეთი ტელექსი. რაღაც ტელეგრაფის მსგავსი, ოღონდ თვითონ აგზავნიდი, ტელექსი ჰქონდათ, ეს იყო სავიზიტო ბარათებზეც ეწერა ტელექსი და იქიდან რომ მოვიდა წერილი, მათაც ჰქონდა ტელექსის ნომერი. და ამ ტელექსით აგზავნიდი ტექსტებს და ესე გაიბა ჩვენი ურთიერთობა, ესე 91 წელი და 93 წელს, აი ასე 6 თვით პირველად წავხედით. 6 თვით პირველად წავედი, მოწვევით მარტო. შემდეგ ისე მოხდა, რომ თავიდანვე კი ვიყავი სტაჟირებაზე, მაგრამ ნუ სხვა გარემო იყო იმ კლინიკაში, დღემდე ვცდილობ შევინარჩუნოთ. რამოდენიმე თვეში მითხრეს აი ოპერაციაზე დაეხმარები. მე წესიერად გინეკოლოგიც არ ყოფილი ვარ მანამდე, იქ მომიწია ყველაფერი სწავლება, ოპერაციაზე ვეხმარებოდი. მერე მითხრეს აი ეს შეგიძლია გააკეთო დამოუკიდებლად და თან ისე რომ ამის უფლება ფორმალურად არ მქონდა, მაგრამ ვიმეორებ ეს იყო განსაკუთრებული გარემო იმ მხრივ, რომ ეს პროფესორი ბრიუა იყო უფროსი და ლამის ღმერთი, არათუ საფრანგეთში, არათუ იმ ქალაქში, საფრანგეთში, მთელ სოფლიოში იმ დროს და მისი ასე ვთქვათ ფარველობით შემიძლია რაღაცები გამეკეთებინა, თანდათანობით მის პაციენტებს ვუკეთებდი ოპერაციას, თანდათანობით ასე პატარ-პატარა იმითი და მე უკვე 93 წლის ბოლოს უკვე რაღაც ოფიციალური პოზიცია მქონდა, რომ პაციენტების მიღება შემეძლო დავიწყე, უკვე იქ იყო დღემდეც არის უცხოელს აქვს რაღაც გარკვეული სტატუსით, ოდნავ შეზღუდულით, შეუძლია ოფიციალურად იმუშაოს და ესე თანდათანობით მე შემომთავაზეს კიდე 6 თვით დარჩენა და უკვე მყავდა შვილი 8 წლის და 8 წლის ბავშვს და მეუღლეს ასევე ჩვენი ხარჯები ჩამოვიყვანთო. და ესე თანდათანობით მე ამ 6 თვე 1 წელი, 1 წლის მერე კიდე 6 თვე და ასე თანდათანობით და მე უკვე პირდაპირ მითხრა პროფესორმა ბრიუამ, ეხლა ასე გაგრძელება არ შეიძლება, უნდა მოქალაქეობა მიიღოთო. და მოქალაქეობის მიღებაშიც ოფიციალური საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება მაშინ ძალიან რთული იყო, ძალიან ვიცოდი ისტორიები მესმოდა, რომ ეს წლებით გრძელდება. მე რაღაც სტანდარტული პროცედურა ამის წელიწად ნახევარში გავიარე და ნუ მე ასე თანდათანობით კიდე მომიწია იქ სპეციალური გამოცდები არის, იმის ჩაბარება 2 გამოცდის, პირველი ვერჯერზე გავედი და ეს სადღაც 2000
2000 წლიდან მაქვს ჩვეულებრივი სტატუსი ფრანგი ექიმის, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია და უკვე იმას მოვყვები. მაშინ 90-იან წლებში დიახ. რამდენად თვალშისაცემი იყო სხვაობა ქართულ და ფრანგულ მედიცინას შორის? აი, პირველად რო ჩახვედით და ნახეთ იქაური მედიცინა და დღეს რა სიტუაციაა ამ ხრივ? სხვაობა ბუნებრივია იყო, მაგრამ სხვაობა ჩემთვის იყო ყველაზე მეტად მიდგომებში. საბჭოთა ქართული მედიცინა პრაქტიკულად ჯერ ერთ საბჭოთა კავშირი იყო თითქმის უკვე მაშინ. საბჭოთა მედიცინა იყო ძალიან ხისტი ერთის მხრივ რაღაც სტანდარტს უნდა მიყოლოდი, იქიდან გადახვევა ისჯებოდა, ამას ვხედავდი ხოლმე იგივე ჟორდანეს ინსტიტუტში, რაღაც პატარა რაღაც შეცდომაზე ახალგაზრდას ამის ხალხში ურტყამდნენ, როგორ მოუვიდა ეს შეცდომა ოპერაციის დროს. იქ სულ სხვა მიდგომა ვნახე, პირიქით შეცდომაზე ეუბნებიან, არა, ეს არ აუშავს, ეს უნდა გამოასწორო და დღეს მე ვასწავლე ძირითადად ფუნქცია არის სწორედ უფროსების სტატუსთან, ასაკთან, სულ ეს მახსენდება ეს გამოცდილება საბჭოთა, სხვა შორის მანამდე ჟორდანიას ინსტიტუტამდე, ქირურგიის ინსტიტუტიდან სტაჟირებაზე ვიყავი მოსკოვში, სკლიფასოვსკის ინსტიტუტში და იქ ძალიან ხისტი იყო. იქ დილის კონფერენციაზე მახსოვს ვინც ატარებდა ძალიან დიდი დარბაზი იყო, მე მგონი 100-მდე ექიმი ესწრებოდა, შეეძლო ეთქვა მთავარ ექიმს ვიღაცისთვის რომ ეთქვენ სხვა ფერის კალპაკი გახურავთ თავზე და ამისთვის რაღაც დასჯა და რაღაც თუ მოხდებოდა ამას საჯაროდ აცხადებდნენ რომ აი მან ეს გააკეთა ოპერაციის დროს ის შეეშალა საჯაროდ ამდენი ხალხის წინ და აი ეს იყო ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი რომ სულ სხვა მიდგომა იყო საუნივერსიტეტო კლინიკაში უნდა აღზარდო ახალგაზრდა, იქ შეცდომა დაშვებულია, უნდა გამოასწორო, დაეხმარო და ასე შემდეგ. ეს იყო ყველაზე დიდი განსხვავება ჩემთვის და ეს იყო ყველაზე მისაღები და ეს თავიდანვე შევიცით ხორცზე და როგორც გეუბნებით, დღეს ვცდილობ რომ მეც ასე ვასწავლო ახალგაზრდებს. თორემ თეორიულად პრინციპში დიდი განსხვავება მე არ შემხვედრია იმის გამო რომ სწორედ თქვა დაინტერესებული ვიყავი და რაც გითხარით იგივე აი ქირურგიის ინსტიტუტში რეზო ბოკერია სულ აი გვაიძულებდა რაღაც გვეკითხა, წაგვეკითხა, რაღაც ახალი გაგვეგო. ამიტომ თეორიული ის განსხვავება იმდენად არ იყო კი რაღაცებია ახალი მეთოდები აღმოვაჩინე, პრეპარატები რომლებიც საბჭოთა კავშირში არ არსებობდა, უბრალოდ იქ ჩვეულებრივად იყო, მაგრამ მთავარი აი ეს მიდგომა, უფრო ჰუმანური მიდგომა პაციენტის მიმართ გახსნილობა პაციენტისთან თქვა შეუძლია მოვიდეს მის ნათესავს მეუღლეს დარჩეს პალატაში მაშინ როცა საბჭოთა კავშირში ლამის ციხე იყო ხო იქ შესვლა გამორიცხული იყო აი ესეთი პატარ-პატარა დეტალებში იყო რაც ჩემთვის იყო ძალიან მისაღები და მოსაწონი უცხოელისთვის რამდენად მარტივი იყო თავის დამკვიდრება იმ სოციუმში, იმ საზოგადოებაში, თან ფრანგები საკმაოდ ესეთი რა ვიცი, შეიძლება ეს ჩემი შეხედულებაა, მაგრამ მგონია რომ მაინც უფრო ცივები არიან, შეიძლება ასე ითქვას? ვერ ვიტყვი რომ ცივები არიან, უბრალოდ მოჩვენებითობა არ ახასიათებთ ფრანგებს, ან მიგიღებენ, ან არ მიგიღებენ, მაგრამ თუ ნორმალური წესიერი ადამიანი ხარ, მიგიღებენ აუცილებლად და ძალიან დიდი ვთქვათ მეგობრობაც მაქვს იმ დროიდან გარკვეულ კოლეგებთან, ფრანგებთან, რომლებიც ისე გავიცანით და ძალიან გვეხმარებოდნენ, მაინც როდესაც ჩასული ხარ უცხო ქვეყანაში, ძალიან ძნელია იგივე ყოფით დონეზეც კი გვეხმარებოდნენ მეგობრები, ფრანგები, რომლებიც არ გვიცნობდნენ მანამდე, ასე რომ ზოგადად შეიძლება უფრო დახურულები არიან. აი, ხო რაღაცნაირი ჩაკეტილები არიან, ხო? მაგრამ ამის თქმა მინდა რომ თუ მიგიღეს, მე ძალიან იხსნებიან. მაგრამ ზოგადად ცხადია ძნელია მე გამემართლა იმ მხრივ რომ ენა ვიცოდი და საერთოდ ეს არის მთავარი გადამწყვეტი ენის ცოდნა, ეხლა თქვათ სხვა სპეციალობაში შეიძლება ინგლისურად კოლეგებთან ურთიერთობა გააგრძელო, მაგრამ აქ თუ გინდა ექიმად იმუშაო, პაციენტს უნდა დაელაპარაკო. და პაციენტთან წარმოუდგენელია, თავიდან კი ვიცოდი ფრანგული, მაგრამ მაინც აქ ნასწავლი ფრანგული და ხედავდი ხანდახან რომ რაღაც ისე არ ესმოდათ, რაც ვამბობდი.
მაგრამ ეს თანდათანობით გამოსწორდა და პაციენტები ძალიან რეაგირებენ ამაზე, რომ ვთქვათ, ექიმი არ ლაპარაკობს წესიერად, ნორმალურად, ფრანგულად, იმიტომ რომ დღემდე არის ხოლმე სიტუაციები, ახლა მაგალითად ბევრი უკრაინელი ექიმები არიან და უკრაინელებისთვის გაამარტივეს და ადვილად იწყებენ ჩვენთან შედარებით, აი მე რო დავიწყე იმასთან შედარებით და უჭირთ ხოლმე ურთიერთობა აი ენის გამო. და იმ პერიოდს რო დაუბრუნდეთ მე გამიმართლა, ისევ და ისევ გამიმართლა იმ ხრი, რომ მოვხვდი განსაკუთრებულ გუნდში. თვითონ ეს ხალხი იყო ძალიან გახსნილი. იქ ჩემს გარდა იყვნენ იტალიელები, მაროკოელები, ტუნისელები, ავსტრალიელები, დღემდე მეგობრობ იმ ხალხთან და დღემდე ჩამოდიან ასე უცხოელები, ბოლო პერიოდში ცხადია ქართველები, ეხლაც უნდა ჩამოვიდნენ ქართველები, ასე რომ უცხოელებისთვის გახსნილი იყო, ის ადგილი გახსნილი იყო, მაგრამ ეს იყო მართლა უნიკალური ადგილი. არ დამავიწყდება, თებერვალში ჩავედი 93 წლის ორ კვირაში ერთმა ჩემმა კოლეგამ აი იმ სტატიაში რომ ნახე პროფესორი პული, სხვა შორის თბილისშიც არის ჩამოსული, ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ხელოვნური განაყოფიერების დამკვიდრებაში და აქ განვითარებაში და ამ პროფესორმა პულიმ სახლში დამპატიჟა 2 კვირის თავზე. და ძალიან კარგად მახსოვს, ვისკის ბოთლი იდგა, იქ რა წვეულება ქონდა, მაგრამ მე გამიყვანა იქ რაღაცებზე მელაპარაკებოდა და ძალიან ისეთი გათვითცნობიერებული იყო, საქართველოს ისტორია იცოდა, იმ დროს ოსეთის ამბები, აფხაზეთის ამბები და ნუ აი ესე დღემდე გრძელდება, მაგრამ წარმოგიდგენიათ 2 კვირაში აი ესეთი ადამიანი, რომელსაც არ იცნობ, მოიწვია ისეთ ძალიან გახსნილ გარემოში და სხვაებიც ასე იყვნენ, ამიტომ მე პატიოსნად უნდა ვთქვა, რომ მე გამიმართლა მოვხვდი განსაკუთრებულ გარემოში. მაგრამ ზოგადად რაც მესმის და რაც ვიცი, ასე მარტივი არ არის. და ამიტომაც რომ აი ესეთ გარემოში მოვხვდი, იქვე დავრჩი. ანუ პრაქტიკულად გავიარე ყველა ეტაპები თავიდან ბოლომდე და იქ ვარ და იქ უნდა დავამთავრო ჩემი კარიერა. თუმცა თქვენ ძალიან ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში, მე გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, რომ თქვენ ხართ ძალიან დიდი იმედი ბევრი ქართველი ქალბატონისთვის და მათი ოჯახებისთვის. და ახლაც ხართ ჩამოსული, არ წყდებით საქართველოს ბოლომდე და ძალიან ბევრი კარგი რაღაცას აკეთებთ, ხო? აქ თქვენი ჩამოსვლით ეხლაც გაქვთ დაგეგმილი ოპერაციები. ბატონ რეზო, აი საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა მაინც ქართველებისთვის განსაკუთრებულად გამორჩეულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტი მოდის საფრანგეთში, ბარდება იქ, ასე ვთქვათ, ლტოლვილად და იქ უწევენ უფასო სამედიცინო დახმარებას და ძალიან ბევრი ბავშვი, ახალგაზრდა, მოზარდი, ქალი, მამაკაცი გადაარჩინეს. რა პრობლემა აქვს დღეს თქვენი აზრით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას? რატომ ვერ ხდება ის, რომ აი იგივე ჩვენს ქვეყანაში იგივე პაციენტებს უმკურნალონ? ამაზე ძალიან დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო, ვინაიდან ისე მოხდა, რომ მე ძალიან აქტიურად ვარ ამაში ჩართული. ჯერ აი როგორც ახსენეთ, ბავშვები პირველი იყვნენ ბავშვები, ძირითადად ძიმე პათოლოგიებით, ონკოლოგიური ან სხვა პრობლემებით. და იქ ასეთი წესია, ჩვენი კლინიკა არის დიდი საუნივერსიტეტო კლინიკა და იქვე არის დიდი პედიატრიული განყოფილება ჩვენს გვერდზე და ზოგადად მიღებულია იქ სია აქვთ ექიმების ვინ რა ენაზე ლაპარაკობს, როცა ჭირდება თქვა უცხოელთან თარჯიმანი, ექიმი, რომ იმას დაუძახონ. და ნუ ამ სიაში ვიყავი თავიდანვე და 1000-ში ერთხელ სადღაც მეძახდნენ ვიღაც რუსულენოვანთან და სადღაც აი 2008-დან ალბათ 10-დან დაიწყო აი ქართველი პაციენტების ჩამოსვლა და სწორედ იყვნენ ბავშვები და ესე მეძახდნენ პედიატრები გადასათარგმნად და სწორედ აი მაშინ გამოჩნდა პირველი ის ჩემთვის მიზეზი, რის გამოც ესენი მოდიოდნენ საქართველოსდან, ეს იყო ნდობის არარსებობა. ნდობის არარსებობა მე მიხდებოდა, მაძლევდნენ ესენი ქართულად დაწერილ დანიშნულებებს, რომელიც უნდა გადამეთარგმნა, ზოგჯერ იყო დანიშნულება ორ გვერდზე ისეთი წამლების, რომელიც უკვე ვიცი იქ რომ არაფერზე არ მოქმედებს, ეს ტყუილა არის დანიშნული, იქ მიჭირდა ჩემ კოლეგებისთვის ახსნა ეს რა არის, რატო დაუნიშნეს, ისინი გიждდებოდნენ ეს რა საჭიროა ეს პრეპარატი და რომ აი ასეთ დანიშნულების ფონზე რომ ხედავდნენ რომ საქართველოში სიტუაცია არ გამოსწორდა, აი ესე მოდიოდნენ მშობლები, მოდიოდნენ ძირითადი არის ნდობის არარსებობა,
და მეორე ცხადია ფინანსური პრობლემები. ფინანსური პრობლემები, ვინაიდან რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ და რაც არ უნდა იყოს, კი არის ძალიან კარგი ეს საყოველთაო დაზღვევა და რაღაც, მაგრამ ეს ძალიან ეს სწორედ ხისტი სისტემა არის. უამრავი ხარჯი არის ირგვლივ, იგივე ოპერაციის მერე პრეპარატები, გამოკვლევები, ეს არის ფარება, ხო? და სწორედ აი იმის მერე კიდე შევხვდა პაციენტები, ასევე ონკოლოგიურ, რომელსაც თბილისში გავუკეთეს რაღაც ოპერაცია, მერე და საჭირო გახდა მკურნალობა, ის მკურნალობა ბოლომდე ვერ მიიყვანეს და დამძიმებულ მდგომარეობაში ეს ბავშვი ჩამოიყვანეს. სხვა შორის ქართულ პრესაშიც ეწერა ეს მერე და ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, ვინაიდან კონსილიუმივით ჰქონდათ მშობლებთან ერთად ექიმებს, ონკოლოგიური მძიმე პრობლემა ჰქონდა, მე უნდა ამეხსნა მშობლებისთვის და ბოლო იყო განსაკუთრებით მძიმე, მე უნდა ამეხსნა, რომ უკვე იმედი იყო დაკარგული, თუმცა თვითონაც ხდებოდნენ ძალიან ისეთ უბრალო წესიერი ახალგაზრდა მშობლები იყვნენ, სადღაც რეგიონიდან, როგორც ეს რეგიონებიდან არიან ადამიანები, ძალიან უბრალო, ძალიან ისეთი ალალი ურთიერთობაში ჩანს, რომლებმაც აი ეს დაინახეს, რომ იქ არ ეკითხებიან ამ ფინანსებს, არ ეკითხებიან ათას არასაჭირო რაღაცას, რომ ხედავენ, რომ აქვს პრობლემა ბავშვს ან მოზრდილს, მაშინვე უწევენ დახმარებას. ანუ ნდობის არარსებობა სამწუხაროდ, ჩემთვის ძნელი ამის თქმა, მაგრამ ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ ხედავ, ბოლომდე არ მიყვანილი დახმარება და არის კიდე, ცხადია ეს ეკონომიური აშკარად წამოსვლის წინ ვნახეს 3 ქართველი პაციენტი ქალი. უკვე ეწერებიან ჩემთან, ესე იგი კვირა არ გავა მიღებაზე არ იყოს ქართველი პაციენტი, რომელიც ზოგჯერ მოდის მხოლოდ იმიტომ, არა გინეკოლოგიური პრობლემის გამო, სხვა რაღაც პრობლემები აქვს, რომ ჩემთან ერთად გაერკვა სიტუაციაში, იმიტომ რომ უჭირთ იმ ხრივაც, რომ ენა არ იციან. როგორც წესი ენა არ იციან და ასე მარტივადაც არ არის, რომ ვთქვათ, კი ეხმარება კლინიკა, მაგრამ რაღაც ურთიერთობაში უჭირთ ხოლმე იგივე ჩემ კოლეგებს, რომ მეუბნებიან ხანდახან კი არ წუწუნებენ, რომ რაღაც ვერ გავაგებინეთ რაღაც და მე თუ შემიძლია ვეხმარები, რომ ზოგჯერ პრინციპული მნიშვნელობა აქვს. აქაც დამერეკა ერთმა პაციენტმა, კაცმა, რომ რაღაცა მომივიდაო, დასკვნაო და იქ ასეთი რაღაცა წერია ფრანგულათო და მე ვთხარი, თქვენ როგორც გაიგეთ, ეს არ არის, სხვა რაღაცა იგულისხმება, აი ესეთ დეტალებია. ხო და რის თქმა უნდა ეს ქალბატონი მოვიდა, რომელსაც მძიმე პრობლემა ჰქონდა და ეხლა უშვებენ საქართველოში. სხვა შორის ესეც უნდა ითქვას. როდესაც დიდხანს არის, იქ არის რაღაც სტატუსი, აძლევენ მკურნალობის გამო დარჩენის სტატუსს, მაგრამ ამას ამოწმებენ რას, რომ ეს პრობლემა საქართველოში იმკურნება თუ არა. ადრე ყოფილა სიტუაციები, რომ უბრალოდ მე დამიწერია წერილი, რომ არა არ იმკურნება, იმიტომ რომ ვიცი რომ ვერ მოახერხებენ, თუმცა შეიძლება კი, მაგრამ ვიცი რომ რეალურად ვიცი აქაური სიტუაცია, ვერ მოახერხებენ ამის მკურნალობას. დღეს ოფიციალურად ეს რაც არის ორგანიზმი საიმიგრაციო სთხოვს საელჩოს და როგორც წესი იქიდან მოვსდით დასკვნა, რომ საქართველოში ყველაფერს მკურნალობენ. აბსოლუტურად ყველაფერს. და ამ ქალბატონმა მითხრა, რომ აი ასეთი დასკვნით მე არ მიგრძელებენ აქ დარჩენას, მაგრამ ზუსტად ვიცი, იმუნოთერაპია ჭირდება, რომ მითხრა, რომ რამდენი ღირს და რაღაცა, ამას თბილისში, საქართველოში ვერ გავკაჩავ იმუნოთერაპიას. აი ასეთი პატარა დეტალები არის და ეს არის პრობლემა, ფინანსური პრობლემები ბოლო პერიოდში უამრავი ისტორია შემიძლია მოგიყვეთ, ძალიან მძიმეა ჩემთვის ყოველი ქართველი პაციენტის ნახვა არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ამაზე ფიქრობ მე იქნებ ბოლომდე რაღაც ვერ გავაკეთებ, ვერ დავეხმარე. ზოგჯერ მოდიან კაცები, ვიღაცები, იციან ჩემი გვარი და მთხოვენ რომ აი ხო სადღაც რაღაც გამომიწერეს და ვერ ვარკვევ. ერთხელ მოვიდა მოხუცი კაცი, რომელსაც ჰქონდა ქაღალდები, აი ესე დალაგებული, ეს უნდა გააკეთო, ის გააკეთო და ვერ კითხულობს საწყალი კაცი, მე დაუწერე ქართულად პირველი აქ ეს უნდა გააკეთოთ, მეორე აქ ეს გააკეთოთ, მესამე ეს გააკეთოთ. ეს ქართველი პაციენტები კი შველიან, მაგრამ ძალიან მძიმე მტკივნეული პრობლემაა და მე ვთვლი რომ არ ვიცი, შეიძლება ზოგჯერ შეიძლება ზედმეტი მომდის, მაგრამ ეს არის დანაშაული, რომ ადამიანს უხდება სადღაც გადახიზნა, სადაც არავინ არ აყავს ირგვლივ, არ ლაპარაკობს, რომ იმათ მიენდოს. ეს არ უნდა ხდებოდეს ნორმალურ სახელმწიფოში. რაც არ უნდა თქვან,
ყველა ის პაციენტი, ათეულობით პაციენტი, ვინც მე ვნახე, ვისაც აი ესე დეტალებზე ველაპარაკე, ვიცი ზუსტად რომ საქართველოში ის დიდხანს ვერ იცხოვრებდა და იღუპებოდა. და საფრანგეთში დღესაც ცოცხალია. დიახ. ჩვენ Facebook მეგობრები ვართ და თქვენ სტატუსებს ხშირად ვკითხულობ ხოლმე და არასოდეს არ ერიდებით თქვენი აზრის გამოთქმას ხმამაღლა. თქვენ ანუ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიბადეთ და გაიზარდეთ და იცით ის რა უბედურებაც იყო. აი ამ რთულ გზაზე თქვენი რიგითი ქართველების, აი საბჭოთა კავშირიდან დღემდე, თქვენი ერთი რიგითი ქართველის თავისუფლებისთვის ბრძოლის ეს რაღაცა ისტორიები მინდა რომ გაიხსენოთ. ნუ ეხლა ასე ვერ ვიტყვი თავისუფლებისთვის ბრძოლის, მაგრამ ისტორიები მახსენდება ცხადია, სწორედ გუშინ ვიხსენებდი რამდენჯერმე ჩავული პირველ სკოლას, სულ გახსენდება ზუსტად რაღაც ასეთი ისტორიები. მე მგონი 15 ან 14 წელი იყო, მახსოვს სკოლიდან გამოვედი, გვერდით იყო მაშინ გამოსასვლელი და იქ ბაღში მივდიოდი, რატომღაც მარტო ვიყავი, არავინ არ იყო, ან ადრე გამოვედი, არ მახსოვს და მესმის რაღაც ხმაურია, რაღაც ესეთი ხმაური, უცნაური ხმაური მთავრობის სასახლის მხრიდან და იქით ვიფიქრე წავალთქო, რომ ყოველთვის ვიყავი ცნობის მოყვარე, რომ ასეთ ადგილებში მაინტერესებდა, ჩემით მეინახა, ჩემით გამეგო რა ხდებოდა და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მომეახლოვდა, ზემოდან წამოვიდა, აქ ნუ დგეხარ და საერთოდ წადი აქედან, უფროსი იყო და ნუ მე პატარა და გამაგდო. და ნუ მე რო დავაფიქსირე და მივხვდი, არ ვიცი თუ გახსოვთ, იყო ასეთი პერიოდი, აფეთქებებს აწყობდა ერთი ადამიანი, რომელიც იყო მარტო არანაირი ორგანიზაციის წევრი, ანტისაბჭოთა, სხვა შორის ქუთაისში გააკეთა მსხვერპლი არ მოყოლია, მაგრამ ასეთ ადგილებში გვარი არ მახსოვს ამ ადამიანის, შემდეგ დაიჭირეს და მე მგონი დახვრიტეს და იმას აუფეთქებია თურმე რაღაც იმის ეზოში მთავრობის სასახლის და ასეთ რაღაც ფაქტები ჩემზე უკვე მოქმედებდა, ხვდებოდი რომ რაღაც ისე არ არის როგორც თქვა გესმის და ყოველთვის მაინტერესებდა. მერე იყო 14 აპრილი, მერვე კლასში ვიყავით მაშინ და პირველ სკოლა ჩაკეტეს და ნუ მანამდეც ვიცოდით რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ჩაკეტეს, არ გვიშვებენ სახლში და ძალიან კარგად მახსოვს აი მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე დააყენეს პურის მანქანები, რამდენიმე რიგად, რომ ვითომ ამ ხალხი გაეჩერებინათ, რომ ეწერა რუსულად ხლებ. ქართულადაც კი არ ეწერა, ეს კარგად მახსოვს. და მე და ჩვენ ნუ ცხადია გაკვეთილები შეწყდა და ფანჯრები პირდაპირ რომელიც იყურებოდა იმ კლასებში ვიყავით და ვხედავდით რომ მოდიოდა ეს ტალღა ხალხის როგორ გვერდებზე ტროტუარებიდან გადავიდნენ მანქანებს ცხადია ვერ გააჩერებდა და შემდეგ ძალიან კარგად მახსოვს ეს ხალხი რომელიც იდგა მოედანზე და გაზეთები ეჭირათ ხელში რომელშიც იყო ეს კონსტიტუცია მე მგონი დაბეჭდილი და სკანდირებდნენ დედაენა და თან ის იყო ჩართული ტელევიზორი და ძალიან კარგად მახსოვს იყო ეს ხდომა შიგნით მთავრობის სასახლეში შევარდნაძე გამოდიოდა და პერიოდულად მას რაღაცას აწვდიდნენ ინფორმაციას ესე სინქრონულად ხედავდით მოედანზე და აქ და ნუ რაღაც უამრავი ინფორმაცია მოსდიოდა და დღეს ვიცით რომ იყო მოსკოვიდან ის ბრძანება რომ ეს დაეშალათ და ნუ დამთავრდა საბედნიეროდ კარგად და მე ზუსტად სოულაკში ცხოვრობდი ზემოთ კიროვის ქუჩაზე რომ გაახსნეს კარებები და უკვე იქ მეეზოები წმენდნენ ამ გაღალდის ნაგლეჯებს უკვე არაფერი არ ხდებოდა სახში უნდა ავსულიყავი როგორც ყოველთვის ამ მთავრობის სასახლის უკან და იქ ყველა პატარა ქუჩაში ჯერ კიდევ იდგა ეს ჯარი მერვე პოულს რასაც ვეძახდით ანუ ის გამზადებული იყო ის პატარა ქუჩებში, აი ჩამოსასვლელ ქუჩებში, ყველგან იდგნენ ეს სამხედროები, ანუ ეს ჩემზე ყოველთვის მოქმედებდა და უკვე განმაწყობდა ამის წინააღმდეგ და ყოველთვის მე ძალიან კარგად მახსოვს პირველად ასევე სადღაც მე-7 კლასში ვიქნებოდი რადიო თავისუფლება რო დავიჭირე. ეს მიყვარდა ტექნიკა რადიო და შემთხვევით რაღაც თქვენ უსმენთ რადიო თავისუფლებას და ეს გახდა ჩემთვის
ყოველ საღამოს ვეძებდი, იმიტომ რომ ახშობდნენ ხო და ნუ ვიცოდი რა სიმაღლე, რა სიხშირეზე, სხვა სიხშირეებზე იყო ხოლმე, ხან ერთზე გამოვიდოდა, ხან მეორეზე, ნუ ყველაფერს ამას ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, გერმანიის ტალღა და ასე შემდეგ, სულ ამას უსმენდი და ნუ ასე თანდათანობით უნდა ვთქვა ჩამოყალიბდა ეს ასე სომხედველობა და არ მგონია რომ ეს შეცდომა იყო და რაღაცაში ამან ხელი შემიშალა ან შემდგომ თქვათ პროფესიული განვითარებისთვის მე ვთვლი რომ ადამიანი პროფესიონალი უნდა იყოს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია ჰქონდეს ასე ვთვლიდი ყოველთვის და უკვე ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდი როდესაც აპრილის დღეები იყო დღისით მუშაობდი და ღამე მოვდიოდი საღამოს მოვდიოდი მთავრობის სასახლის წინ ყოველ დღე იქ ვიყავი 9 აპრილსაც იქ ვიყავი ბოლო მომენტამდე მე არ დამავიწყდება ეს ხო შაბათთან კვირის ღამე იყო ორ შაბათს რომ მივედი ქირურგიის ინსტიტუტში სამუშაოდ ეზოში იდგა მანქანა სისხლიანი ჩაცხრილული თუ გახსოვთ ერთი ადამიანი გვარი სამწუხარო დამავიწყდა მოკლეს მერე თითქოს არ დაემორჩილა უკვე პატრულები რო იყო ქალაქში ეს გია ქარსელაძეზე ამბობ? მე მგონი ხო გია რომელიც მანქანის ჩაცხრილეს და ის იყო თურმე მოუყვანიათ ქირურგიის ინსტიტუტში იმ მომენტისთვის უკვე გარდაცვლილი იყო იქ ოპერაცია გაუკეთეს ტვინის მძიმე დაზიანება და მანქანა რამოდენიმე დღე იქ იდგა და ეს ძალიან კარგად მახსოვს მე იყო სწორედ აი მაშინ უკვე ესეთი რაღაც საზოგადოებრივი აქტივობა დაიწყო ჩემმა კოლეგებმა და მე ჩართული ვიყავი ხელმოწერებს ვამზადებდით თუ გახსოვთ მოსკოვში აი რაღაც ყრილობა რო იყო იქ პეტიციასავით იყო უნდა გაგვეგზავნო რომ ვითხოვთ დასჯას და რაღაც აი მას ვაგროვებდით და დღემდე მახსოვს ხალხი ვინც არ მოაწერა ხელი მე ეს შევკრიბეთ ავკინძეთ აეროპორტში გავედით, კარგად მახსოვს, ვიღაცას გავატანეთ მოსკოვში, ჩაიტანა, არ ჩაიტანა, მაგრამ აი ესეთი აქტიურობა ყოველთვის ჰქონდა და ამას დღესაც, როდესაც ჩამოდიხართ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ძალიან დატვირთული გაქვთ, ბევრ ოპერაციას აკეთებთ, ყოველთვის მიდიხართ რუსთაველს. კი და ვიმეორებ, ეს ხელს არ უშლის, რატომ ვიმეორებ? იმიტომ რომ ძალიან ხშირად მახსენებენ, შენ ექიმი ხარ, ექიმს რა მოეკითხება, შენი საქმე გააკეთე, დიახ, ჩემ საქმესაც ვაკეთებ, კარგად ვაკეთებ, მე მგონია. მაგრამ ეს ვთვლი რომ არის ჩემი მოვალეობა მოქალაქის. იგივე საფრანგეთში არის ხოლმე რაღაც აქტიურობა, იქ კიდე სხვა პრობლემებია, იქაც ვაქტიურობ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია, ეს იქნებოდა ჩემი თავის ღალატი, იგივე ჩემი მშობლების პრინციპის ღალატი და ზოგადად არ მიყვარს ღალატი, ამიტომ კომპრომისი შესაძლებელია, მაგრამ კომპრომისი ძალიან მტკივნეულია. მაგრამ დღეს მე მგონი გაჩუმება უბრალოდ დანაშაულია. გვერდზე გადგომა დანაშაულია, იგივე ჩემი შვილებისთვის და ჩემი შვილიშვილისთვის, რომელიც ახლა შემეძინა 6 თვის გახდა, პატარა ნესტან ბოჭორიშვილი და ნუ სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემი არ შერცხვებათ. ბატონ რეზო, ოჯახსაც მინდა გკითხოთ, რამდენადაც შესაძლებელია, რომ გაგვაცნოთ თქვენი მეუღლეც ექიმია თუ არ არის ექიმი და თქვენს ქალიშვილებზეც რომ მოგვიყვეთ. ჩემი მეუღლე თამრიკო თურმანიძე ექიმი არ არის. პირველ სკოლელია, პირველი სკოლიდან ვიცნობდით ერთმანეთს და ნუ მე ინსტიტუტის რომ ამთავრებდი, სწორედ მაშინ შევქმნით ოჯახი, მე რომ მუშაობას ვიწყებდით, ამრიგო ამ დროს კიდე სწავლობდა, მე ასპირანტურაში წავიდა მოსკოვში. იმან დაიცვა დისერტაცია, პირველი შვილი, ქალიშვილი, ნანა ბოჭორიშვილი შეგვეძინა თბილისში. და მე ნუ ნანიკო იყო 8 წლის, როდესაც საფრანგეთში ჩამოვიდა დედამისთან ერთად. ნუ კი იცოდა ფრანგული, მაგრამ ცხადია უცებ რომ სკოლაში დაიწყოს, არ იყო მარტივი და ის მოახერხა, რომ 6 თვის განმავლობაში დაეწია თავისი ასაკის კლასელებს და შემდეგ დაამთავრა იქ როგორც არის ლიცეუმი, შემდეგ ისწავლა სამართლის ფაკულტეტზე პარიზში, სორბონაში, არის დღეს ადვოკატი საერთაშორისო სამართლის ეროვნულ მონაცემთა დაცვის სისტემაში და მოკლედ მუშაობს ესე ადვოკატად. უმცროსი ქალიშვილი ელენე დაიბადა კლერმონ-ფერანში
იმანაც იქ დაამთავრა ლიცეუმი, შემდეგ ბიოლოგიური ფაკულტეტი, შარშან დაიცვა დისერტაცია, არის მიკრობიოლოგიის დოქტორი, ასე რომ ცოტა ახლოს არის მედიცინასთან, კი, ცოტა ახლოს, მაგრამ არც მეუღლე, არც უფროს ქალიშვილი, მაგრამ სხვა შორის მე ამაზე არ მწყდება გული, ვინაიდან ზოგადად ცოტა პესიმისტურად ვუყურებ მედიცინის განვითარებას. სამწუხაროდ ცოტა დეჰუმანიზაციის ელემენტები არის, რაღაც ისეთ ხელობად იქცევა, ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის, საზოგადოების დამოკიდებულებაც ექიმების მიმართ სამწუხაროდ იცვლება, ასე რომ რაღაც ისეთი ენთუზიაზმი, რაც მე მქონდა თავიდან და მინდოდა კიდევაც რომ თქვა შეიძლება ექიმები ყოფილიყვნენ, არა, ნამდვილად გული არ მწყდება, თან დღეს ნებისმიერი პროფესია, თუ ხარ პროფესიონალი, არის ძალიან კარგი რამ და მთავარია საქმე აკეთო კარგად, წესიერად, პატიოსნად. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი ესეთი ძვირფასი დრო დაგვითმეთ და საინტერესო ისტორიებიც მოგვიყევით. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.